დიახ, პაატა 37 დღეა თბილისის პარალელურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ბათუმში საპროტესტო აქცია. ბუნებრივია, ეს ადამიანები აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს, ისინი ტრადიციულად 7 საათის შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოდიან, იკრიბებიან, აქ იმართება აქცია, პერფორმანსები. ამ ადამიანების ორი მთავარი მოთხოვნა არის რუსული რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბრებით აქციის მონაწილეებს. აქ ხედავ ერთ-ერთ ქალბატონს ლელა მიქელაძეს, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ჩვენი ინფორმაციით გაათავისუფლეს. ეს ის პირი იყო, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაწერა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სტატუსი, Facebook სტატუსი, კრიტიკული სტატუსი, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მისამართით და როგორც ვიცით, ლელა თქვენ გათავისუფლებული ხართ სამსახურიდან. საჯარო მოხელე გაათავისუფლეს სამსახურიდან. თუ გქონდათ კომუნიკაცია ხელმძღვანელობასთან და რა გითხრეს, რატომ მოხდა თქვენი გათავისუფლება? ორში დავწერე სტატუსი, რომ წინააღმდეგობის უფლებით სარგებლობ და ვემიჯნები ყველა ამ რეჟიმს. ჩემი კომენტარი იყო ასეთი. შემდეგ 15 დღე არ დავდიოდი სამსახურში, 17-ში მომივიდა წერილი გამოცხადით სამსახურშიო, პროცედურულად მივედი, 10 დღე ვიმუშავე და და ჩემს მიმართ დაიწყო დისციპლინურ გადაცდომაზე წარმოება საქმის. დაშკუნა ჯერჯერობით არ მომსვლია, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს რო უყურებთ, ვიცით, რომ ათავისუფლებენ ყველას. რა თქმა უნდა, ჩემ შემთხვევაშიც ვიცი, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და სავარაუდოდ მეც გათავისუფლებული ვარ, უბრალოდ ოფიციალურად ჯერ ბრძანება, მე პროფესიული საჯარო მოხელე ვარ, ხელშეკრულებით აყვანილი არ ვარ, აქედან გამომდინარე ბრძანება უნდა მოვიდეს და ველოდები, რა თქმა უნდა, ამ ბრძანებას. თუ გქონდა მინისტრთან კომუნიკაცია და რა გითხრათ, თქვენ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყავით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ყოფილების უფროსი ვიყავი, მინისტრი საერთოდ არ მინახავს, რაც მივედი, კომუნიკაცია არ მქონია. რა თქმა უნდა, იყო პატარ-პატარა რაღაც დისკრიმინაციული ნაწილები, რითაც სარგებლობს ყველა თანამშრომელი, ვერცერთით ვერ ვისარგებლე მე. და იყო შევიწროების მომენტებიც, ჩემთვის არ იყო მარტივი იქ მიბრუნება, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ, რაღაცნაირად მოვახერხე, მაგრამ დღეს უკვე დავწუნებული ვარ, რომ ჩემს მიმართაც იქნება იგივე გამოყენებული, გათავისუფლებული ვიქნები სავარაუდოდ. ველოდებით ბრძანების საბარად. კანონმდებლობით, რა თქმა უნდა, არ იქნება და სამართალს, რა თქმა უნდა, ამას აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში და ვნახოთ, ვინ არის მართალი. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ბევრი საჯარო მოხელია ბათუმში გათავისუფლებული და ჯერჯერობით ისინი ლელასაგან გასხვებით თავს იკავებენ კომენტარისაგან, თუმცა როგორც ვიცი, დაგეგმილია მათი პრესკონფერენცია. ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ გავესაუბრებით აქციის მონაწილეებს პირდაპირ ეთერში. მიუხედავად იმისა, რომ 37 დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ეს ხალხი არ იხლება და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არ ესმის აქციის მონაწილეებისა, აქციის მონაწილეები მაინც ურყევად დგანან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ვაჟა, გაგესაუბრებით პირდაპირ ეთერში ვართ. მოკლედ აქციის შესახებ რომ მითხრათ, რამდენად აქტიურია ბათუმი და რა შედეგს გამოიღებს 37 დღეა უკვე მიმდინარეობს საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში. მოგესალმებით, თეა, მაყურებელს მივესალმები და ულოცავ ყველას ახალ წელს, რომელიც გახდა ერთობის სიმბოლო. ჩვენ ვნახეთ რა ხდებოდა თბილისში, უპრეცედენტო პროტესტი შედგა თბილისში, მათ შორის ბათუმშიც იგივე ამბავი ხდებოდა, თანამოქალაქეები ერთმანეთს ულოცავდით, ამავდროულად იყო პროტესტი, რა თქმა უნდა, ეს ახალი წელი ქართული ოცნებისთვის იყო განაჩენი. ყველაზე მეტად რის ეშინია ქართულ ოცნებას ის მოხდა ამ ახალ წელს. ქართველი ხალხის ერთობა ასე მკაფიოდ ბოლო პერიოდში არასდროს დაფიქსირებულა. ის საპროტესტო 37 დღე არის ამისი ნათელი დადასტურება. ჩვენ რა თქმა უნდა ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ დავასრულებთ იმ არ შესრულდება ის მთავარი ორი მოთხოვნა, რაც არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და ჩვენი თანამებრძოლების გათავისუფლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ
ის ჩვენი თანამებრძოლები, ადამიანები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ, გახდნენ ძალადობის მსხვერპლი და ამ ძალადობას ქართული ოცნების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ერთს მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ მათი დავალებით მოხდა ეს ყველაფერი. ერთი ადამიანი, მოძალადეები, იდენტიფიცირებული ადამიანები არ არიან დასჯილები. შესაბამისად, ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება დასჯილი ყველა მოძალადე, არ იქნებიან გათავისუფლებული ჩვენი თანამებრძოლები და არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. ძალიან დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ახალ წელს სხვა გარემოში ხვდებით ხოლმე 31 დეკემბერს 2 იანვარს ეს ადამიანები აქციაზე დგანან. ჩვენ კიდევ ერთ-ერთ აქციის მონაწილეს გავესაუბრებით. ნიკა, რამდენად ურყევია თქვენი პროტესტი ახალი წლის დღეებში, მიუხედავად იმისა, რომ სახლში უნდა იყოთ, მაინც შეხვდით ქუჩაში და რამდენად დიდ იმედებს ამყარებთ აი ეს პროტესტი რა შედეგს გამოიხებს? თქვენ ხედავთ, რომ უკვე თვეზე მეტია ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით ბათუმში და ახალ წელსაც აქ შევხვდით, ბედობასაც აქ შევხვდით და ჩვენი მიზანი, ჩვენი ნება არის ურყევი, ჩვენ ვიდგებით მანამ სანამ ჩვენი ქვეყანა არ გაიმარჯვებს და სანამ არ მივიღებთ იმ შედეგს, რაც არის ჩვენი მთავარი პროტესტის, ესე ვთქვათ, ფუნდამენტი. ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. სანამ ეს ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, მანამ ჩვენ არ დავიშლებით, არ დავიღლებით. მიუხედავად სიცივისა, მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულია და ბევრი შეიძლება თვლიდეს, რომ ოჯახში უნდა იყოს, ჩვენ დღეს ჩვენი ყველას ოჯახი არის საქართველო და დგავართ ერთმანეთის გვერდ-გვერდ, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ დღეს ეს ხალხია ჩვენი ოჯახი, ვინც უკვე თვეზე მეტია ფაქტიურად აი ესე ყოველ საღამოს ერთად ვართ და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომ ამაზე უკეთეს ხალხთან ერთად ახლა ჩვენ ახალ წელს ვერ შევხვდებოდით და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს შევხედოთ თვალებში, ვიყოთ მართლები ერთმანეთთან და მართლები ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა. მადლობა. კიდევ ერთ აქციის მონაწილეს გავესაუბრებით. ლევან, ეხლა გადმოვალ თედო. რამდენად ურყევი არის პროტესტი ბათუმში უკვე 37 დღეა მიმდინარეობს და რა არის მთავარი სათქმელი? ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ახალი არჩევნების, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ამ ქვეყანაში, მათ შორის მოუწევს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მართვისადავების დატოვება. ახალი ხელისუფლება, უკვე კოალიციური ხელისუფლება აუცილებლად ამ ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ რეესებზე და აუცილებლად წლის ბოლომდე ჩვენ აუცილებლად ვიქნებით კოალიციური ხელისუფლების პირობებში, ევროპული ქვეყანა გავხდებით აუცილებლად და დავიბრუნებთ თავისუფლებას და დემოკრატიას. ძალიან დიდი მადლობა. ლევან გორგილაძეს გავესაუბრები. ლევან, პროტესტის დაწყების დღიდან აქციაზე დგეხარ, რა შედეგს გამოიღებს 37 დღეა უკვე აპროტესტებთ რუსულ რეჟიმს. ხო, უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში უფრო მეტი ხანი ვაპროტესტებთ იდეაში და უნდა ითქვას ის, რომ ბათუმის აქციას რო შევეხოთ, უცებ იმდენად როტაციულად მიმდინარეობს აქ აქცია, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გვიერთდებიან, ანუ რომ მოვდივართ კი ვერ ვცნობთ ყოველთვის ერთმანეთს და რაღაცა კი არ ვესალმები, ჩვენთვის უცხო ადამიანებს ვიცნობთ ხოლმე, ასეთი პროფესიის წარმომადგენლები გვიერთდებიან. რა შედეგი რაღაც მომენტში უკვე გამოიღო, შეიძლება ითქვას, გამომდინარე იქედან, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი დაემატა ხელისუფლებას და სამართალდამცავებს ასევე არალეგიტიმურს და ტრამპის ადმინისტრაციამ მიიწვია ინაუგურაციაზე, როგორც ვნახეთ, სალომე ზურაბიშვილი და არა მაგალითად ყაველაშვილი, ხო? სანქციები გაძლიერდა, რეჟიმი ნელ-ნელა განიცდის გატყდომას, ასე რომ ვთქვათ, ჯერ აღიარება ცოტა შორცაა მათი მხრიდან, მაგრამ ჩვენ სწორნაბიჯებს ვთქვამთ. თავარი რა გვაქვს, არ აღიარება დასავლეთიდან და ეს მათ შორის იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მუშაობს ამ თემაზე, ჩვენი დამსახურებაცაა, ვინც დღეების და უკვე თვეების განმავლობაში ვდგავართ ქუჩაში. ამიტომ არ აღიარებაც იქნება, პროტესტიც იქნება, უფრო მძლავრი პროტესტი იქნება ეხლა ახალი წლის დღეები რო გადაივლის და აუცილებლად მოუწევს ქართულ ოცნებას უკან დახევა. ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად მოუწევს ქართულ ოცნებას უკან დახევა. აცხადებს აქციის მონაწილეები, როგორც იცი, ტრადიციულად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ხვალ კიდევ შეიკრიბებიან რუსული რეჟიმის განპროტესტებლები.